საიმ დღეს სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი წარმოადგინა ორგანიზაციამ 2011 წლის მაისში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციების დროს არაერთი პირის დაკავების ფაქტი გამოიკვლია. საიმ 21-ის საქმე შეისწავლა, რაც 55 პირს ეხებოდა. სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზის თანახმად კანონის არსებითი დარღვევა და უარყოფითი ტენდენციები გამოვლინდა, როგორც გამოძიების ორგანოების ისე სასამართლოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციამ ძირითადად იარაღისა და ნარკოტიკის ფაქტებზე უსამართლო დაკავებულთა საქმეები, ასევე არასრულყოფილი გამოძიებისა და კვალიფიკაციის შემთხვევები გამოავლინა. ანალიზი 2011 წლის 21 მაისს აჭარის ტელევიზიის ინდარბების ფაქტებსაც შეხვედრას პოლიტპატიმრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აჭარის მთავრობის უმაღლესი საბჭოსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანგარიში მოხდა ასევე აჭარის ტელევიზიაში 2011 წლის 21 მაისს მომხდარი ინციდენტის საქმე და ყველა იმ პირის საქმე, რომელიც დაკავებული იქნა ამ ინციდენტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში თუ შევაჯამებთ ჩვენი კვლევის შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის საქმე და დაახლოებით 30-მდეა საქმე ამ კვლევაში მოცემული, ყველა იმ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის მატერიალური და პროცესუალური ნორმების ძალიან მნიშვნელოვანი და აშკარა დარღვევები, ანუ მართლმსაჯულება წარიმართა დიდი ხარვეზებით. აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენს ქმედებაში არ იყო დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები და დაკავება, ჩვენი დაპატიმრება მოხდა პოლიტიკური მოტივაციით. ჩვენი თითოეული პოლიტპატიმარის სურვილია მეტი სიცხადე შევიტანოთ ჩვენს უდანაშაულობაში და ველოდებით საგაზაფხულო სესიას, საპარლამენტო სესიას, სადაც პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივები იქნება წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან.